ღირსი ზოსიმე პალესტინელის სწავლანი, ჭირთა და განსაცდელთა დათმენისათვის. ამბობდა ნეტარი, თუ ვინმე იხსენებს თავის შემაწუხებელს, შემასმენელს ან სხვა რაიმე ბოროტის მყოფელს და აძლიერებდეს ბოროტ გულის თქმას მის მიმართ, ასეთი ეშმაკზე უფრო მეტად ემტერება თავის სულს. თუ არ იქნება მადლიერი ბოროტის მყოფელისა, იგი დიდად ავნებს თავს. ყოველი ხორციელი ბოროტის მყოფელი განწმენდელია ჩვენი სულისა, ამიტომაც უნდა მივიღოთ იგი, როგორც მკურნალი, ქრისტეს მიერ მოვლინებული. უფლისათვის უნდა დავითმინოთ ყოველი ვნება, რათა მით ჩვენი ცოდები შევინანოთ. თუ მას მწუხარებით შევხვდებით, ეშმაკზე უფრო ძლიერი მტერი შევიქმნებით ჩვენი სულებისა და დიდად ვავნებთ საკუთარ თავს. რადგანაც ვნება თავად უფლისა, მაგალითად უნდა გვქონდეს მრავალ ჟამს და ქველის მოქმედად შევრაცხოთ იგი, ვინც ჩვენ გაგვამწარა. თუ კი გსურს სენთაგან გათავისუფლება, რომელთა მეშვეობითაც შევიცანით ჩვენი უძლურება და ნაკლი. ხოლო თუ ჩვენ არ გსურს ყოველივე ეს, უბრალოა ღმერთი. ყოველგვარი მწუხარება ჩვენს შეურაცხყოფელზე, რომელიც მომტანია ხორციელი ჭირისა, არის სასწაულის სნეული სულისა. რადგანაც ვინც არ არის სნეული, მას არც აწუხებს ეს ჭირი. ამიტომაც ვინც ჩვენ მწუხარება მოგვაწია თავს, უნდა ვმადლობდეთ, რადგან მის მიერ ჩვენი უძლურება და სადგივარი ვიცანით და ყოველივე მის მიერ მოწევნული მივიღოთ, როგორც წამალი ქრისტესგან. მაგრამ თუ არ გსურს განკურნება, სულიერ სენთაგან განთავისუფლება, არამედ გვინდა ჩვენს მძიმე ტკივილებში ყოფნა, რა უნდა გვიყოს უფალმა? ხომ მოგცა წამალი მცნებების სახით? ხოლო ჩვენ არ ვისარგებლეთ ამ წამლით, ჩვენი ვენებით, რასაც შეეძლო ჩვენი განწმენდა, როგორც ქვეყნიური წამალი განწმენს ხორციელ სნეულებას. ამიტომ ვისაც სურს განკურნება და სენისგან განთავისუფლება, ევალება ყოველივეს დათმენა, რასაც მკურნალი მოითხოვს მისგან. ხორციელ ავადმყოფსაც უმძიმს სხეულის ავადმყოფი ნაწილის მოწვა, ან მოკვეთა, ან მწარე წამლის მიღება. მათი ხსენებაც კი გონებას ურევს მას, მაგრამ სჯერა, რომ ამის გარეშე შეუძლებელია სნეულების მოცილება. წმენით უჯერებს ექიმს და მცირედი ტკივილის დათმენით თავისუფლდება ხანგრძლივი დაავადებისგან. მაშასადამე ყოველი ხორციელი ჭირი, გინდა შეურაცხებანი, წამალია იესოს მიერ მოვლინებული ჩვენს გასათავისუფლებლად, ყოველგვარ სენთაგან. ამიტომაც სიყვარულით უნდა მივიღოთ იგი ნაკლთა განსაკურნებლად, ხოლო თუ არ მივიღებთ ამ წამალს და ჩვენს მტრებს არ შევიწყნარებთ, წინააღმდეგებით მას როგორც უგუნურნი, ვავნებთ საკუთარ თავს. ამბობდა ნეტარი მამა, მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა. რამე თუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმინდა მოწამეებს გვირგვინი დიდებისა, იმათმა მკვლელებმა, ვინ მოუბოძა წმინდა სტეფანეს ესოდენი დიდება, იმათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს. წმინდა მამა შეგვახსენებს ევაგრეს სიტყვებს, რომელიც ამბობდა, მე არ ვადანაშაულებ ჩემს მაგინებელთ, არამედ კეთილის ყოფილად მივიჩნევ და ზურგს არ ვაქცევ მათ, ვინც მკურნალია ჩემი ამპარტავანის სულისა. იმის შიშით, რომ არ უთხრასოდეს მე ჩემს სულს, კურნებდი ბაბილონს და არა განიკურნა. უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისეთ ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელი და შეურაცხყოფელი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელი. ბოროტის მყოფელნიც ვერ იტყვიან სრულად ჩვენს ნაკლს, რადგანაც თუ კი იხილეს ჩვენი ბოროტების სიღრმე, მაშინვე ზურგს გვაქცევენ, როგორც სიმყრალეს, არაწმინდა სულით სავსე გუბეს. ადამიანთა სხეულის ყოველ ასოს ენა რომ ამოედგა და განვეკიცხეთ, დარწმუნებული ვარ, რომ სრულად ვერ შეძლებდნენ ჩვენი უპატიობის გამოხატვას.
ყოველი გამკითხველი რაიმე ერთ ნაწილს განიკითხავს მხოლოდ, ყოველივე კი მაინც არ იცის და თუ იობ მართალი იტყოდა სავსე ვარ გინებითა, რაღა გვეთქმის ჩვენ, რომელნიც უბსკულში ვართ ნებებისა. ეშმაკმა ჩვენ ყოველგვარ ცოდვასთან დაგვაზავა და ამიტომ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ, ვინც დამცირებას გვაზიარა. რამე თუ ისინი, ვინც მიხვდნენ თავიანთ სიგლახაკეს და ადანაშაულებენ თავს, შემუსრავენ ბოროტ სულებს, ეშმაკებს, როგორც თქვეს წმინდა მამებმა. შთა თუ ხდეს სიმდაბლე ჯოჯოხეთად, ზეცად ამაღლდების და აღ თუ ხდეს ამპარტავნებად სამდე, ჯოჯოხეთად შთავალს. და ამბობდა ნეტარი მამა. ამიტომ რაც არ უნდა მოაწიონ დაბალზე, იგი მორჩილად უნდა იდგეს ლოცვად და მასზე მოწეულ ყოველივეს იღებდეს, როგორც კეთილის მყოფელთაგან. ჩვენ კი განვერიდეთ ჭეშმარიტ გზას, რომელიც გაიარეს წმინდანებმა და გვინდა ვიპოვოთ უცხო გზა, რომელზედაც გავიტანთ ჩვენს ბოროტ ნებას. მოусმინოთ წმინდა აბა ამონის საქმიან დარიგებებს, რომელიც ამბობს: გულდას მით უხმე შენს თავს, როგორც არ უნდა შეგატუხონ, დადუმდი და არ უპასუხო, სანამ შინაგანი ლოცვით არ დაიმშვიდებ გულს და ამით შეიძენ შენს ძმას. ვისაც სურს ჭეშმარიტი გზით სვლა, შფოთის ჟამს ძლიერად აყვედრის თავის თავს და ეტყვის: რატომ ბორგავს სულო ჩემო, რას გაცოფებულ ხარ, როგორც ეშმაკეული, ამით აცხადებ შენს ავადმყოფობას. შენ რომ მალად არ იყო, არც გული მოგივიდოდა. რისთვის დაგიტოვებია საკუთარი თავის ბრალობა და აბრალებ ძმას, იმისათვის რომ საქმით დაგანახა შენი სნეულება. ისწავლე ქრისტეს მცნებანი, ვისაც შეურაცხყოფდნენ და დუმდა, გვემდნენ და არარას მიაგებდა სანაცვლოდ. არ გესმის რას ამბობდა ის და საქმით რას აჩვენებდა. ბეჭნი ჩემნი მივსცენ ცემად და ღაწვნი ჩემნი ყვრიმლის ცემად, ხოლო პირი ჩემი არა მივიქციე სირცხვილისაგან ნერწყვთასა. შენ კი საწყალობელო სულო ჩემო, მცირედი შეგინებისა და შეურაცხყოფისათვის ზიხარ და ბოღმას იტრიალებ გულში და ებრძვი შენს თავს როგორც ეშმაკი. რას უზამენ დემონები ასეთ სულ სიმაზე მეტს, რასაც თვით უკეთებ შენს თავს. საკვირველია, ქრისტეს უნებათა შესახებ ვკითხულობთ ყოველ დღე. რამდენი დაითმინა მან ჩვენთვის და ჩვენ კი მცირედი შეურაცხყოფაც ვერ აგვიტანია. ჭეშმარიტადაც დენილნი ვართ, მართალი გზიდან. და ამბობდა: მათუსალას წლებიც რომ იცხოვროს ვინმემ და არ იაროს იმ გზით, რომლითაც იარეს წმინდანებმა, რასაც ახლავს გინება, შეურაცხყოფა და მოთმინება, საწადელს ვერ მიაღწევს, ამაოდ დახარჯავს ცხოვრების წლებს. კვლავ განაგრძო წმინდა მამამ საუბარი. თურმე ერთ მისთვის ახლობელ მამას ბევრჯერ ადგინა გული ერთმა მოვაწემ იმით, რომ ყველასთან მასზე აუგს ამბობდა. ბერი იძულებული გახდა სამაგიერო მიეზღო მისთვის, როგორც შეეძლო. ეს რომ ნეტარმა ზოსიმემ შეიტყო უთხრა: რას აკეთებ მამაო, ამით ხომ საკუთარ თავს ავნებ. ასე რომ მოიქცე ხომ ყოველგვარ სათნოებას განიშორებ თავიდან, რადგანაც ჯერ ისეთი რა მოგითმენია იმის ღირსი, რაც უფალმა შენთვის მოითმინა. ვიცი რომ მრავალი საფასე დათმე ქვეყნიური, მაგრამ თუ არ მოიპოვეს სიმშვიდე და ემსგავსები მჭედელს, რომელიც ურტყამს უროს, მაგრამ ჭურჭელს ვერ აძლევს თავის ფორმას. აირას ამბობს ღმერთშემოსილი ეგნატ: მე მართებ სიმშვიდე, რომლის ძალითაც დაითრგუნება ყოველი ბნელი ძალა ქვეყნის მპყრობელისა. სასწაული ქვეყნის დატევებისა ისაა, რომ არაფრისთვის აღარ ვშფოთავდეთ. ისეც მომხდარა, რომ მრავალი განძის მომძულებელს შეყვარებია ერთი ნემსი და მას დაუკავებია განძის ადგილი. რაც მან მიატოვა სოფლად, იგივე გამხდარა მისი შფოთისა და შეძრწუნების მიზეზი. აი როგორ ხდება ზოგი მონა ნემსისა, ან სამოსლისა,
ან წიგნისა და აღარ არის მონახვთისა. კარგად თქვა წმინდა მოციქულმა, რომლისგანცა ვინ ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ. ბერსაც აქვს ნათქვამი, რამდენი გატაცებაცაა ქვეყნად, იმდენივე უფალია. ბერმა მადლი შეწირა ღირს მამა ზოსიმეს ამ სიტყვებით: გიპოვნია ღმერთი, რომელიც დიდად სასურველია შენთვის, რადგანაც დიდად მასარგებლე შენი საუბრით. ამინ.